მნიშვნელოვანია რაც ითქვა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რაც უნდა განხორციელდეს. ეხლა ნამდვილად ქმედებების დროა და ამას ითხოვს ის პასუხისგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე თითოეულ ჩვენგანს აქვს და გადამწყვეტი ნაბიჯები არის გადასადგმელი. მთლიანად იმისთვის, რაც უკვე შინაგანად არის, ეს არის კონსოლიდირებულია საზოგადოება ელოდება გარდამტეხ ხელშესახებ ცვლილებებს და იმას, რომ მისი ნება განხორციელდეს. ამის ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გამხმოვანებელი ბოლო 1 წელია განსაკუთრებით არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მის გარშემო ეს ცვლილებები, ეს გარდამტეხი ნაბიჯები აუცილებლად სიცოცხლეში მოვა. ბატონო, მინდა კითხოთ აი ამ პროცესებზე, რომელიც ვითარდება, აი საზოგადოება ყოველდღიურად უფრო მეტს ელოდება პოლიტიკური სპექტრისგან, მათ შორის ინგლისის პატიმრების ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ დამოუკიდებლადაც აპირებენ ბრძოლის დაწყებას. მინდა რომ ვისმინოთ თქვენი პოზიცია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის რა გზები არსებობს? ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ერთად დგომა და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს ხალხი, ადამიანები, რომლებიც ჩვენს მაგივრად, ჩვენს ნაცვლად და ყველას გამო არიან დაპატიმრებულები, საქართველოს გამო არიან ციხეში, ჩვენ ეს ხალხი უნდა გავათავისუფლოთ საქართველოსთან ერთად. ამიტომ ეხლა მხოლოდ ნაბიჯები არის წინ გადასადგმელი და ის ფორმები, რომელიც აქამდე იყო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, კიდევ უფრო კონსოლიდირებული უნდა იყოს და ეს დაუმორჩილებლობა, რომელიც იგრძნობა თითოეული მოქალაქის შეგრძნებაში, განწყობაში, ამ დაუმორჩილებლობამ უნდა მიიღოს კიდევ უფრო ეფექტური ფორმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უახლოეს დღეებში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.